მეოცნებეები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი მიტინგიდან მიტინგამდე პროგრესს განიცდის და საზაპიროებს კარგად სწავლობს. ჯერ იყო ფურცლებიდან წაკითხული მიმართვა, მერე სუფლიორიდან. საზაპიროებს რაც შეეხება, მილიარდერი მაინც და მაინც ნიჭიერი ვერ გამოდგა და რასაც ჯერჯერობით ზეპირად კარგად ახერხებს, ასე გამოიყურება. რასაც ზეპირად ვერ ამბობს და კითხულობს, ის უკვე კარგა ხნის წინ არის ნათქვამი და ნაწილი უკვე გაკეთებულიც. ამისთვის დიდი ანალიზის უნარი არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ გამოსვლები და განცხადებები შეადარო ერთმანეთს. Მთელი შეეწყობათ გლეხებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში. დაფუძნდება კერძო საწარმოები, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებენ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს, ტრაქტორებს და ყველა საჭირო აღჭურვილობას. ჩვენ ვასრულებთ ჩვენ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენს მოსახლეობას რეგიონებში, სოფლებში, რომ წელს საქართველოში შემოვიყვანდით ასეულობით დამატებით ტრაქტორს. წელს შემოვიყვანეთ გაზაფხულზე ბევრი ტრაქტორი, მაგრამ შემოდგომაზე მთლიანად დავაკომპლექტებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრაქტორებით, ყველგან კეთდება სოფლტექნიკა. არ უნდა დარჩეს არც ერთი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში. ესეთები თქვენ ყანებში და შევიტანოთ ყველგან. ეს ხო ტყუილა, ეს ხო საგამოფენო არ არის. ეს არის იმის, რომ თქვენ სახალხო მოვიდეს. ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია განავითარეს ასეთი სისტემა. განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე. რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ასაკიანი ასაკის ადამიანს შეუძლია შეისწავლოს ის მეცნიერება, რომელიც აინტერესებს. ყველას უნდა შეეძლოს ახალი პროფესიის შეძენა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, კერძო თუ პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. უნდა ავიყვანო უშუალოდ ჩემ პატრონაჟის ქვეშ. და დავიწყოთ მასშტაბური გადამზადება ყველა ასაკის ადამიანების, მათი შემდგომი პროფესიული ორიენტაციის და საერთოდ ცხოვრებაში რაღაც საქმის პოვნის მიზნით. ეს ტექნიკური სასწავლებელი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს რომელიც ძალიან დავხვეწეთ ახალი ტალღა. თბილისში გავხსენით ამასინად, ქუთაისში გავაკეთეთ, რამდენიმე სხვა ადგილზე საქართველოში. რამდენიმე ათეული კეთდება საქართველოში. შემოვიღეთ 1000 ლარიანი ვაუჩერები. ყველა აქ ხართ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. ჩემი ასაკის ადამიანები, ჩემზე ცოტა უფროსიც, უფრო პატარები. არ არსებობს ასაკი, რომელიც ადამიანმა შეიძლება არ გადაემზადოს. 21 საუკუნეში უექიმობისა და უწამლობის გამო კვდებიან ადამიანები. კურნალობის ხარჯის გამო კაც სახკარის გაყიდვა უწევს ხშირად. მინდა იცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ მინიმუმის მინიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ მუშაობთ ძალიან ბევრს, რომ ჯანდაცვა გაუმჯობესდეს, მუშაობთ ძალიან ბევრს, რომ არ იყოს ის ადამიანი, ვისაც იმის გამო რომ დაზღვევა არ აქვს და არც ფული არ აქვს პრაქტიკულად კუნალობის გარეშე დარჩეს და ასეთ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი. მოსახლეობის ნახევარზე მეტ უკვე აქვს დაზღვევა და დიდ ნაწილს ყველა დანარჩენსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ან უფასოს დაზღვევა მიიღოს სახელმწიფოდან, ან მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაზღვევაზე, ყველგან უნდა იყოს საუკეთესო აპარატურა, ყველგან უნდა იყოს საუკეთესო ექიმები, ყველგან უნდა იყოს განთქმული კონდიციონირებული მოვლილი პალატები. და ეს არის ხალხისთვის და არა ვიღაც სხვა ჩამოსული ადამიანებისთვის. მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება. თავისი შრომის შესატყვისი ხელფასითა და სოციალური დაცვის გარანტიებით. იცით რომ რაღაც გარკვეულ საფეხურებს ებატება 75 ლარი, 125 ლარი და ასე ნელ-ნელა ადის და შეიძლება ერთ ბაშთაც ავიდეს, ხდება სადაც 1000 ლარი და თუ დანამატებს გავითვალისწინებთ, ჩვენ გვაქვს პედაგოგები, რომლებიც იღებენ 1300, 1500, 1700 ლარს, არ არის ბევრი, მაგრამ ასეთი პედაგოგებიც საქართველოს სკოლებში არსებობენ. მომავალ წელს თელი წლის განმავლობაში, ეხლა წელს ბევრი კეთდება სკოლაში, მაგრამ მომავალ წლის ბოლოს ესე იგი იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს საქართველოში არ დაგვრჩება არც ერთი სკოლა, რომელიც იქნება თქვა ამერიკულ და ფრანგულ სკოლებზე ნაკლები. ბევრად მეტი მინდა რომ გავაკეთო მასწავლებლებს, ბევრად მეტი გვინდა რომ ფული დავხარჯოთ კიდევაც მეტ ფულს იმაზე, მაგრამ